Die Ukraine braucht unsere უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა კი ევროპელი პარტნიორების დაფინანსებით. გერმანიასა და ნორვეგიას ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა სურთ. სისტემებს უკრაინას მივაწვდით და ჩვენ შემცვლელებს მივიღებთ. თუმცა ეს შემცვლელები რეალურად შეძენილი არაა. ამჟამად ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმის შესახებ მიმდინარეობს, თუ როდის მივიღებთ ამ შემცვლელებს. თუმცა მიღებული გვაქვს გარანტია, რომ მათ აუცილებლად მივიღებთ. დეტალები თავდაცვის მინისტრებს შორის უნდა შეთანხმდეს. And we are also discussing განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია უკრაინაში ისეთი სისტემების მიწოდება, როგორიცაა პეტრიოტის სისტემები, რომლებიც აუცილებელია. თუმცა მის მისაწოდებლად ჩვენ მეტი პარტნიორი გვჭირდება. მაგალითად შეერთებული შტატები გვჭირდება. ამრიგად იმედი გვაქვს პრეზიდენტი ტრამპის, რომელმაც ნათლად თქვა, რომ შეთანხმება სწრაფად მიაღწევს, ან შემცვლელების სწრაფ მიწოდებაში თავის როლს შეასრულებს. What Germany is now doing is sending a clear signal that ის, რასაც გერმანია ახლა აკეთებს, არის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ გერმანია მზადაა პეტრიოტის სისტემის მიცემისთვის, მაგრამ ეს სრულად მესმის კანცლერის, რომ სჭირდება შეტყობინება ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომ მათ შეუძლიათ სანაცვლოდ ამ სისტემების მიღება. მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ სასარგებლო იქნებოდა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის შეტყობინება წვლილის შეტანის შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაფიო. შემდეგ, როდესაც ეს დაალაგდება და იმედი მაქვს, რომ ეს მალე ხდება, ნორვეგია მზადაა ამ ხარჯების გამოყოფისთვის.